დასაქმება შორის როგორ ხედავს ბიზნესი საკუთარ როლს განათლების რეფორმაში გიყობით რამდენიმე წუთში. ფიზიკური პირებისთვის, რომლებსაც 2024 წელს 40,000 ლარი ან მეტი შემოსავალი ჰქონდათ, ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა დღეს 3 ნოემბერს იწვევდა. ოქტომბერში სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 11,7%-ით გაიზარდა, მათ შორის პური და პურპროდუქტები 12%-ით არის გაძვირებული. საქართველოში კრიპტო დატა ცენტრებმა 9 თვეში 556 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც ჯამური მოხმარების 5%-ია. მთელი 2025 ფარგლებში რეკორდული რაოდენობის 336,000 ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, მოსავალი 22,000-მდე მევენახე ფერმერმა დააბინავა, მევენახეების შემოსავალმა კი 475 მილიონი ლარი შეადგინა. მოგესალმებით, ეს BMG რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმიან ამბებს BMG-ს გუნდთან ერთად ნინო ტაბატაძე წარმოგიდგენთ. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის დეკლარირების ვადა დღეს იწურება იმ ფიზიკურმა პირებმა, რომელთაც ცალკეული ან ოჯახის ერთობლივი შემოსავალი 40,000 ლარს აღემატება, ქონებრივი დეკლარაცია უნდა შეავსონ სამუშაო დღის დასრულებამდე. ბოლო დღეების აჟიოტაჟის ფონზე შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით არანაირი ცვლილება დასაბეგრი ქონების წლიური დეკლარირების წარდგენის და ადმინისტრირების ნაწილში არ განხორციელებულა. შესაბამისად, მეწარმე სუბიექტები და ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან წარდგენილ დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანონ გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ მიმდინარე წლის საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით. დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ წარმოეშვება პირს, თუ გასული საგადასახადო წლის განმავლობაში წარდგენილი ქონდა დეკლარაცია ან დარიცხული ქონდა გადასახადი და ასევე არ იცვლება მონაცემები. სისტემა ავტომატურად მოახდენს წინა წელს წარდგენილი ინფორმაციის რეგისტრაციას. დისბალანსი განათლებასა და დასაქმებას შორის მთავრობა განათლების რეფორმას და შრომის ბაზრის კიდევ ერთ კვლევას აანონსებს. ქართული ოცნება აცხადებს, რომ სწორედ ბაზრის ანალიზის საფუძველზე მოხდება უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება. განათლების რეფორმის კუთხით გეგმები ირაკლი კობახიძემ გასული კვირის ბოლოს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს წარუდგინა. ამ შეხვედრიდან გამოსულმა კი მედიასთან თქვა, რომ რადგანაც ქვეყანაში ორი მსხვილი დამსაქმებელია, სახელმწიფო და ბიზნესი, ამიტომ რეფორმაში კერძო სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია. მისი თქმით, არის მიმართულება სადაც კადრების დეფიციტია, მაშინ როდესაც სხვა მიმართულებებზე პირიქით სიჭარბეა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სტუდენტების მიღებისას იქნება კვოტები დისციპლინებისა და უნივერსიტეტების მიხედვით. შეფასებები გაკეთდა ბიზნესის მხრიდანაც. დეფიციტი არის ძალიან ბევრი მიმართულებით, არის დისციპლინები, სადაც ჭარბად მიიღება სტუდენტები და არის დისციპლინები, სადაც არის ძალიან სერიოზული დეფიციტი, ანუ შრომის ბაზარზე არის ბევრად მაღალი მოთხოვნა, თან არის საკმაოდ მაღალშემოსავლიანი პროფესიები, თუმცა სამსხოროდ სტუდენტები ნაკლებად ირჩევენ ასეთ სპეციალობებში. არის კვალიფიკაციები, სპეციალობები და ამ შემდეგ, რომელიც ბაზარს არ მიეწოდება, ან მიეწოდება იმ რაოდენობით, რომელიც არ არის საკმარისი. იცით, რომ ტექნოლოგიურად ვითარდებიან კომპანიები, ახალი ტექნოლოგიები შემოდის, სრულად ახალი ტიპის პროფესიები შემოდის და ამას ფეხი, მოდიას ვთქვათ, უმაღლესმა განათლებამ სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერაობა და აქედან გამომდინარე არის სწორედ ეს პრობლემები. ხედვა მთავრობის არის სწორედ ეს, რომ ბიზნესთან კონსულტაციებით, სწორედაც ბაზრის კვლევით, იმ კვალიფიკაციების რაოდენობის დროში, ასე ვთქვათ, რა დროშია ეს ყველაფერი საჭირო, ჩამოყალიბდება დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საჯარო სექტორში, საჯარო უმაღლეს სასწავლებლებში, რა კვალიფიკაციების მომზადება იქნება, რა ვადებზე იქნება ლაპარაკი. რაც მოვისმინე, კარგი მოსასმენე იყო. როგორ განხორციელდება, მომავალი გიჩვენებს. ის რომ თქვათ განათლება რეფორმას საჭიროებს, დარწმუნებულად საჭიროებს. მაგალითად, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის მომზადება საქართველოში არ არის. ისეთი იმ დონეზე ტექნოლოგიები არსებობს, ქარხნები არსებობს, მაგრამ ბალანსი დარღვეული აქვს. თუ მაგალი დონის მომსახურე პერსონალი ეყოლება, ეს დიდი ტექნოლოგიები იმდენად ინტეგრირებულია სოფლიოში და ის ტექნოლოგია შეიძლება მათ სოფლიოში სხვა ქვეყნებშიც მოემსახურეს დიდი ის არის ბიზნესი. ბიზნეს დიდი როლი აქვს ამ ყველაფერში, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ხარისხის მართვაში, ჩვენ გვაქვს ბევრი ინფორმაცია, რომელთა შეგვიძლია მივაწოდოთ
თქვა განათლების სამინისტროს, იგივე ეკონომიკის სამინისტროს ჩვენ რა გვჭირდება, როგორ გვჭირდება რომელი უნივერსიტეტებიდან უფრო კაი ხალხი მოგყავს, რას ვიხდით, რა არის საშუალო ხელფასი, რა დასაქმებული, რა შემდეგ და ამიტომ ჩვენ ამას შეგვიძლია ჩავერთოთ ერთი მხრივ და მეორე მხრივ ასევე შეგვიძლია ჩავერთოთ საჯარო უნივერსიტეტებში რომ ქველმოქმედება გავწიო და ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემები რომელიც არ გააცოცხლეთ, ასევე ჩვენ მივიღოთ მონაწილეობა გადაწყვეტაში. კიდევ რა ითქვა დახურულ შეხვედრაზე და რა გამოწვევებს ხედავს კერძო სექტორის შრომის ბაზარზე კადრების კუთხით და როგორ ხედავს საერთოდ ბიზნესი განათლების რეფორმაში თავის როლს. ხოტილიერი და KMS ჯორჯის აღმასრულებელი დირექტორი მაია წერეთელი გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა თქვენ დროისთვის და სტუმრობისთვის. საინტერესო შეხვედრა გამოვიდა როგორც მივხვდი და ჩვენც გვაინტერესებს რა ითქვა დახურულ შეხვედრაზე, იმიტომ რომ მოგვისმენია ხოლმე ბევრი დაპირება ამ კუთხით, არაერთხელ ვისაუბრე იმაზე რომ გარკვეული კვლევები ტარდება ბაზარზე, მათ შორის ბიზნესის ჩართულობით, თუმცა რა იყო ახლა განსხვავებული, რამაც თქვენი ყურადღება მიიქცია? საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო იმ თვალსაზრისით, რომ საუბარი იყო არა მხოლოდ იმ დაგეგმილ ცვლილებებზე, რაც შეიძლება განხორციელდეს, ასევე ხაზი გაესვა იმ მნიშვნელობას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა პროფესიები იქნება მოთხოვნადი უახლოეს ხანებში, რამდენი შეიძლება იყოს სწავლის ხანგრძლივობა იმ უმაღლეს სასწავლებლებში, რა ტიპის დივერსიფიკაცია ჭირდება ამა თუ იმ პროფესიებს, რომელ პროფესიებზე გვაქვს მაღალი მოთხოვნა, რა ახალი პროფესიები გაჩნდება მომავალში, რაზეც შეიძლება იყოს მოთხოვნა და ამ ეტაპზე საჭიროა ამისთვის მზაობა. შესაბამისად, საკმაოდ ბევრი საკითხი იყო განხილული და საინტერესო შეხვედრა იყო. დიახ, კაპიტან მაია, როგორ ფიქრობთ, რამდენად ინტერნეტი სწრაფად ცვალებადი არის საერთოდ ბოლო პერიოდში ეკონომიკები მსოფლიოში და ჩვენც რა თქმა უნდა ცვალებადი გარემოს ნაწილი ვართ. რამდენად შესაძლებელია რომ გარკვეულწილად ხანგრძლივად დაგეგმო და შეხედო რა ტიპის კადრები საჭიროება იქნება, რომ ამაზე შემდეგ სტრატეგია აწყვეს, ხომ არ არის მარტივი პროცესი, ამას უნდა მოარგო მთელი ვთქვათ პროგრამები, რომელზეც შეასწავლეს სტუდენტებს მთელი ბაზა უნდა არსებობდეს, რომელიც სამწუხაროდ გამოწვევა. როგორ წარმოგიდგენიათ რეფორმის ეს ნაწილი? ზოგადად არსებობს პროფესიული სტანდარტები, რომელიც დიდი წლების განმავლობაში არ იცვლება. ეს არის მეტნაკლებად ის სამუშაოები, რასაც ადამიანები მსოფლიო მასშტაბით ასრულებენ. შემდეგ ამ პროფესიულ სტანდარტებზე დაყრდნობით დგება პროფესიული პროგრამები. საგანმანათლებლო პროგრამები, მაგრამ ის თუ რა იქნება მომავალში მოთხოვნადი, ძირითადად გათვლა კეთდება ხოლმე შემდეგი 5 წლის ჭრილში. ამაზე უფრო მეტად შორს გახედვა ცოტა უფრო რთულია, მით უმეტეს იმ პირობებში, როგორც თანამედროვე სამყაროში, როცა თითქმის ყოველდღიურად ახალი ტექნოლოგიები გვემატება, ახალი უნარებია საჭირო და ასე შემდეგ. თუმცა 3-დან 5 წლამდე ჭრილში პროგნოზის გაკეთება საკმაოდ კარგია და სასურველიც არის, ვინაიდან ამას უნდა მოერგოს როგორც პროფესიული სტანდარტი, ასევე როგორც სასწავლო სტანდარტი, ასევე სასწავლო პროგრამა. შესაბამისად, ნებისმიერი ის უნარი, რაც ჩვენ დაგვჭირდება, ან ის პროფესიები, რაზეც მოთხოვნა იქნება, თუ 5 წლით ადრე გვეცოდინება, რა თქმა უნდა, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე ადამიანები თვითონაც დაგეგმავენ თავის ცხოვრებას და ეს კარგია. 5 წელზე უფრო შორს ალბათ რთული იქნება. საინტერესო იყო კიდევ რაც მე ასე ვთქვათ მომხვდა ყურში და ძალიან ხშირად ამაზეც არის ხოლმე საუბარი, რომ არის მაღალანაზღაურებადი გარკვეული პროფესიები, თუმცა რატომღაც ამ პროფესიას არავინ არ ირჩევს. აი თქვენი შეფასებით ამ ბაზარზე დიდი ხანია ხართ და დაკვირვებასაც ახდენთ. აი რატომ შეიძლება არ იყოს მაგალითად აბიტურიენტისთვის, სტუდენტისთვის მიმზიდველი პროფესია თუ იცის რომ ვთქვათ სწავლის დასრულების შემდეგ ფაქტობრივად მას გარანტირებული მაღალ მოსავლიანი ვთქვათ სამსახური ექნება. რა არის ამ დისბალანსის მიზეზი? როგორ ფიქრობთ? ზოგადად ნებისმიერი პროფესიის დაუფლება დასაქმებასთან კავშირშია. თუ დასაქმებადია ესა თუ ის პროფესია და ასევე მაღალანაზღაურებადიც, შესაბამისად იშვიათი შემთხვევაა, როდესაც სტუდენტები ასეთ განათლებას არ ირჩევენ. ხშირად ხდება ხოლმე ის სიტუაცია, როდესაც ქვეყნის შიგნით არა გვაქვს ხარისხიანი განათლების მიწოდების შესაძლებლობა და შესაბამისად რომელიმე მდარე განათლების მიწოდება სასწავლებელში იქნება ეს კერძო თუ სახელმწიფო ახალგაზრდას ურჩევნია რაიმე სხვა პროფესია აირჩიოს. ამიტომ ალბათ უფრო განათლების ხარისხზე და განათლების პროვაიდერებშია პრობლემა, ვიდრე იმაში, რომ არ უნდოდეს ადამიანს მაღალანაზღაურებადი სამსახური ჰქონდეს. თუმცა
მოგეხსენება ცხოვრების 4 და 5 წელი უნდა დაუთმო განათლებას, მაგრამ ვერ გეტყვით საქართველოში გქონდეს ისეთი უმაღლესი სასწავლებელი, რომლის სტუდენტები მაშინვე საქმდებიან და ვინმე მათ არ ირჩევდეს. უმეტეს შემთხვევაში ესენი ერთმანეთთან თანხვედრაშია ხოლმე. რაც შეეხება უცხოეთში განათლების მიღებას, ეს მოგეხსენებათ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ამიტომ რის შესაძლებლობაც აქვთ იმ არჩევანს აკეთებენ ალბათ შესაბამისად. კარგად ცნობილ თქვათ პროფესიებს ირჩევენ ისინი. კიდევ რა იყო ისეთი ამ შეხვედრაზე, ანუ როგორ უნდა მოხდეს ეს ბაზრის კვლევა, თქვენი ჩართულობა ბიზნესის რა კუთხით იქნება საინტერესო და თქვენი როლი როგორ შეიძლება იყოს ამ რეფორმაში საერთოდ გამოკვეთილი. პირველ რიგში, როგორც ახსენეს, ეს იქნება კვლევაზე დაფუძნებული ცვლილებები, ანუ ჩატარდება ქვეყნის მასშტაბით კვლევა განათლების დარგების მიმართულებით, რით რა თქმა უნდა გამოიკითხება მოთხოვნა, დასაქმების პროფილი, რამდენად დასაქმებადია ესა თუ ის პროფესია და უამრავი ისეთი დასკვნების შესაძლებელი იქნება გაკეთეს, რომელსაც შემდეგ უნდა დაეფუძნოს. საუბარი იყო როგორც პროგრამების ხანგრძლივობის შემცირებაზე, ასევე გეოგრაფიულ განშრაზე, ანუ ქვეყნის მასშტაბით მოხდეს დივერსიფიცირებულად პროფესიების ასე თუ ამა თუ იმ მიმართულების რომელიმე კონკრეტულ რეგიონში გადატანა, რაც გამოიწვევს გარკვეულ ინტერესს და თავშეყრას იმ რეგიონში, რასაც თავისთავად მოყვება ეკონომიკური გაძლიერება, დასაქმებაც, ბიზნესების განვითარება და ასე შემდეგ. საუბარი იყო ასევე ხანგრძლივობის შემცირებაზე, გარკვეულ პროფესიებზე, საუბარი იყო სახელმწიფო რესურსის სწორად გამოყენებაზე იმ პროფესიებში, სადაც მაღალი მოთხოვნაა და უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა ამ პროფესიებზე, ვინაიდან ინფრასტრუქტურა თუ ასე შემდეგ ნებისმიერი ხარჯი განკუთვნილია საქართველოს მოქალაქეებისთვის და გაწეულია სახელმწიფოს მიერ და შესაბამისად მაქსიმალური მიმართვიანობაც და გამოყენებაც ასეთი ტიპის რესურსების უნდა მოხდეს საქართველოს მოქალაქეების მიერ. ანუ აქ იგულისხმება, რომ შეიზღუდოს უცხოელი სტუდენტების მიღება. საუბარი იყო მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებში ასეთი ტიპის შეზღუდვაზე და არა კერძო სასწავლებლებში. მოგეხსენებათ, კერძო ბიზნესი თვითონ ირჩევს ვინ იყოს მისი მომხმარებელი და შესაბამისად აქ შეზღუდვაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. ასევე საუბარი იყო ახალგაზრდების დასაქმების და კარიერული საკითხების გადახედვაზე და ბევრი ისეთ მნიშვნელოვანი საკითხზე, რომელსაც პოზიტიური ცვლილებების მოტანა შეუძლია. აქ ესეთი ყოველთვის როდესაც ვსაუბრობთ მოცხელი სტუდენტების მიღებაზე, ხშირად კეთდება აქცენტი, რომ მათ იმ ქვეყნებიდან, რომელიც ჩამოდის საქართველოში, მათ უნდათ ხოლმე სახელმწიფო დიპლომი. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიძლება მიმზიდველი დარჩეს კერძო სასწავლებლები იმ ფონზე თუ სახელმწიფო გარკვეულწილად ამაზე უარს იტყვის? ანუ კერძოც ხომ არ დაკარგავს ამ მოცხელ სტუდენტებს? ზუსტად არ შემეძლია ამ შეკითხვაზე გიპასუხოთ, თუმცა ნებისმიერი კერძო სასწავლებელი, რომელიც დიპლომს იძლევა, ავტორიზებულია სახელმწიფოს მიერ. შესაბამისად, მათ მხოლოდ კერძო დიპლომი არა, არამედ სახელმწიფოს მიერ გაცემული სახელმწიფოს ხარისხის ნიშანი ერთვის ამ კერძო სასწავლებლების მიერ გაცემს. რა თქმა უნდა, საუბარია ისეთ ავტორიზებულ დაწესებულებებზე, რომელიცაც გავლილი აქვს ის შესაბამისი პროცესი, რაც სახელმწიფოს მიერ არის შექმნილი. ალბათ რაღაც მიმართვიანობის შემცირებას გარკვეულწილად ალბათ გამოიწვევს. სავარაუდოდ გამოიწვევს. კიდევ ერთი თემა, რასაც თქვენ ახლა საუბრობდით, საუბარია რომ გარკვეული მიმართულებებით მოხდეს დივერსიფიცირება, თქვით, შემცირება ვადების. თუ იყო საუბარი დაფინანსების ნაწილზე, იმიტომ რომ გამოწვევა არის დაფინანსებას თითოეულ, თქვით, სტუდენტისთვის გაცემული გრანტი, შესაძლებელია ეს მიიღსაღები იყო იმ პერიოდში, როდესაც ეს ნაბიჯი გადაიდგა, მაშინ და როცა მოხდა, თქვით, რაღაცა ტიპის კვოტის განსაზღვრა რა დაფინანსებას მიიღებდა სტუდენტი იგივე 100%-იანი გრანტის ან 50%-იანი ნაკლები გრანტის შემთხვევაში. დღეს თუ არის იყო საუბარი ამ შეხვედრაზე, რომ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას. საუბარი იყო ისეთი ტიპის მიდგომის შემუშავებაზე, როდესაც ხარჯი ეფექტური იქნება, თვითონ დაფინანსების მექანიზმი არის გარკვეული პროფესიები, სადაც ინფრასტრუქტურა ან სამუშაო მასალების სასწავლო ლიტერატურა თუ ასე შემდეგ არ მოითხოვს ისეთ მაღალ ხარჯებს, ვიდრე ზოგიერთი პროფესიები. შესაბამისად, საუბარი იყო ისეთ მიდგომაზე, როდესაც გადაიხედება თვითონ პროფესიისთვის გათვლილი ხარჯები და შესაბამისად ან მოიმატებს, ან შეიძლება დაკორექტირდეს იმ თვალსაზრისით, რომ ბევრად უფრო მოქნილი იყოს და ბევრად უფრო ადეკვატური იმ
თითოეული იმ პროფესიისათვის. რაც საკმაოდ კარგია, მე ვფიქრობ. ნამდვილად ალბათ ჯობია რომ გარკვეული მიმართულებები დიფერენცირება იყოს. მინდა ვისაუბროთ უშუალოდ შრომის ბაზარზე დღეს არსებულ ვითარებაზე. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, არის გარკვეული ტიპის გამოწვევები, კადრების ნაკლებობა, მუდმივად ბიზნესი ჭირს რომ კადრები არ ყავს, იძულებული არ გარკვეული თქო კადრები მოიძიოს იგივე უცხოელების კუთხითაც. დღეს მთავარი გამოწვევას თქვენ სათხედავთ ამ კადრების მოძიების პროცესში და რამდენად ღრმა არის ეს თქო დისბალანსი იგივე განათლებასა და კვალიფიციურ კადრსა და შეთავაზებულ სამუშაოს შორის. სამწუხაროდ ძალიან დიდი ჩავარდნა გვაქვს იმას როგორი ცოდნას უნდა პროფესიულ უნარებს და ზოგად უნარებს ფლობს კურსდამთავრებული და იმას შორის რას მოითხოვს დამსაქმებელი. განსაკუთრებით ეს დიდი დისბალანსი შეიმჩნევა პროფესიული განათლების დონეზე. ამიტომ მე ვფიქრობ, ხარისხის გაუმჯობესება იქნება ლომის წვლილი იმ საქმეში, რომ შემდგომ დასაქმებადი იყვნენ და შესაბამისად ირჩევდნენ იმ პროფესიას, რომელიც აინტერესებთ და ადვილად საქმდებოდნენ. რაც შეეხება რამდენად გამოწვევა გვაქვს ამ ეტაპზე, უზარმაზარი გამოწვევა. თითქმის წარმოდგენილი ბიზნესების უმეტესობა აფიქსირებდა, რომ კადრების დეფიციტია, მაგრამ კადრების დეფიციტს აუცილებლად კარგი განათლება ჭირდება. იმიტომ ჩვენ უნდა გქონდეს სასწავლებლები, სადაც უკვე კურსდამთავრებულების დასაქმება სასწავლებლებიდანვე ხდებოდეს. კარიერული სამსახურები უნდა მუშაობდნენ კარგად. უნარები უნდა იყოს შესაბამისი, ენის ცოდნა უნდა ქონდეთ. მე შემიძლია ტურიზმზე გესაუბროთ, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. ასევე საუბარი იყო იმაზე, თუ რამდენად შესაძლებელია, რომ სტუდენტებმა შეათავსონ სწავლა და მუშაობა ერთმანეთთან და ამიტომ გადასახედია, როდის ტარდება ლექციები, როდის არიან სტუდენტები თავისუფალი, რამდენად მთელი დღე აქვთ დაკავებული, რომ ორივე სინქრონულად მოახერხონ და არა ისე, რომ ან ისწავლონ, ან იმუშაონ. უნდა იყოს შესაძლებელი, რომ ახალგაზრდებმა სწავლის პროცესში შეძლონ გარკვეულწილად დასაქმება. რა თქმა უნდა, ეს დაეხმარება მათ კვალიფიკაციის ამაღლებაში, მით უმეტეს თუ თქვა თავიანთი პროფესიით მოხდა დასაქმება. ერთი არაზეც საუბრობთ ხოლმე და რაღაცა, რომელიც კარგად ჩანს საუბრის დონეზე, თუმცა მეორე არის როგორ ხორციელდება. რამდენად გაქვთ მოლოდინი თქვენ რომ ის ნაბიჯები, რომელიც თქვა ითქვა, ის თქვა თქვენი შეთავაზებები, რომელიც ბიზნეს გექნებათ, იმიტომ რომ არაფერი არ არის ხარვეზების გარეშე, ხო? ერთი არ როგორ ხედავს თქვა მთავრობა რაღაც ნაწილს, მეორე არ როგორ ხედავს ბიზნესი, მესამე არ როგორ ხედავს განათლების სექტორი, ანუ თანხმედრა უნდა მოხდეს გარკვეული ხედვების, როგორ ხედავთ აი დღევანდელი გადასახადი და რამდენად განხორციელებადი არის ეს დაანონსებული მასშტაბური ცვლილებები, შემიძლია თამამად ვუწოდო. მე ვფიქრობ, მომეჩვენა, რომ კარგად იყვნენ მომზადებულები, ანუ კარგად აქვთ გამოკვლეული ის სირთულეები, რაც ამ სფეროში არსებობს, მაგრამ მე ვფიქრობ, აუცილებლად უნდა მოხდეს გარკვეული სერვისების აუთსორსზე გატანა, ანუ კერძო სექტორმა უნდა იმუშაოს აქტიურად, როგორც კვლევის ნაწილში, ასევე განხორციელების ნაწილში და არის რაღაც სამსახურები, რომელსაც სახელმწიფო ვერასოდეს ვერ შეითავსებს იმ ფუნქციას. მე ვფიქრობ, რომ განათლება შეიძლება იყოს ნაწილობრივ აუთსორსები, მაგრამ აი კვლევა, განხორციელების ეტაპები, სასწავლო პროგრამების მენეჯმენტი, სახელმძღვანელოების განვითარება, რაც ასევე აქტიურად არის დაგეგმილი და საკმაოდ გვჭირდება ადგილობრივ ბაზარზე, ვფიქრობ, რომ ეს კერძო სექტორმა უნდა შეასრულოს, ვინაიდან ისინი არიან ამ სფეროს სპეციალისტები, განსაკუთრებით რაც შეეხება იმ პრაქტიკული სწავლების და სასწავლო პრაქტიკის ნაწილში სახელმძღვანელოებს, რომ შესაბამისი უნარების მიახლოება მოხდეს, ანუ კურსდამთავრებულს უკვე ჰქონდეს ის შესაბამისი ადეკვატური ცოდნა და უნარები, რაც დამსაქმებას სჭირდება, რომ არ იყოს საჭირო დამატებითი მათი გადამზადება, ან პირიქით არ მოვიდეს ისეთი კადრი, რომელიც ისეთ ცუდად არის მომზადებული, რომ ის გადაკეთებას კიდე რამდენი დრო დასჭირდება. რამდენად ხშირია ხოლმე ასეთი შემთხვევები? პროფესიულებიდან თითქმის 90% შემთხვევაში ასეთი კადრი მოდის, რომელსაც არ აქვს ის ცოდნა და უნარები, რაც დამსაქმებას სჭირდება და ამიტომ თავიდან საუბარი იყო ასევე ტურიზმის სფეროში უმაღლესი განათლების დონეზე, ისეთი პროფესიების და ისეთი კვალიფიკაციების მომზადებაზე, რომელიც ბაზარში სჭირდება არა მხოლოდ ტურიზმის მენეჯერი, არამედ იმ მიმართულებების მენეჯერები, რომლებიც საკმაოდ ბევრი გვჭირდება ბაზარზე და საქართველოში არ მზადდება. მაგალითად რომელს კურსს? მაგალითად გაყიდვები და მარკეტინგი ტურიზმში, მაგალითად კვების და სასმელების მენეჯმენტი, მაგალითად ნომრების მართვის მენეჯმენტი. ასეთი ტიპის უმაღლესი განათლების დონეზე მომზადებული კადრები სერიოზულ შემსუბუქებას გამოიწვევდა სექტორის. იმიტომ ამ ეტაპზე მხოლოდ პრაქტიკიდან
ნასწავლი ადამიანები გვყავს და არ აქვს აკადემიური ცოდნის მქონე. დიახ, საინტერესო არის თუ გაჩნდება ეს მემართულებებიც. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ მაია თქვენი სტუმრობისთვის და აზრების გაზიარებისთვის. მაია წერეთელი, KMS ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი. საქმის კურსი ამით დასრულებულია. 17 საათსა და 40 წუთზე ბრუნდებით ეთერში დროებით.